ამ პოდკასტში მოგითხრობთ ისტორიას ლიდერზე, რომელიც უკიდურეს სიღატაკიდან უმდიდრეს ადამიანად იქცა. ბავშვობის ასაკში მისი ცხოვრება ისეთ გაუსაძლისი ვითარებით იყო გარშემორტყმული, რომლის წარმოდგენაც ბევრ თქვენგანს გაგიჩნდებათ. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ შიმშილი არ მომკვდარიყო, ხის ქერქის ნახარში სვამდა. ის მოზარდობის ასაკში ბევრჯერ გაიქცა სახლიდან უკეთესი მომავლის შესახმელად, მაგრამ მამა მას პოულობდა და ყოველ ჯერზე უკან აბრუნებდა. საბოლოოდ, რაც მას წასვლისკენ უბიძგა, იყო მშობლების მწვავე კამათის მოსმენა. კამათი, რომელიც დასრულდა მაგიდის გადატრიალებით და იატაკზე მიმოფანტული მოხარშული ხის ქერქით, რომელიც ოჯახისთვის იმ დროს საკვები რაციონი იყო. ჩემთვის ჩავილაპარაკე, აღარ შემიძლია ამის ატანა და წავედი. ამ პერიოდიდან ის მძიმე ფიზიკური შრომით იწყებს და უმდიდრესი ადამიანი ხდება. გააკეთე ყველაფერი, სანამ არ გააკეთებ ყველაფერს. ეს მისი დევიზია და ესე შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, Hyundai ჯგუფი. მოусმინე ჩემს პოდკასტს, რა ვისწავლე ჩანგ ჟუიანგისგან. ის შენს ბევრს გასწავლის. სრული პოდკასტის მოსასმენად ლინკი იხილეთ პირველ კომენტარში.